შესაძლებლობების მქონე ემიგრანტმა მწერალმა გოგა გოგილაშვილმა ლიტერატურულ კაფეში მკითხველს თავისი მეორე წიგნი გულის ძახილი 2 წარუდგინა. მოწვეულ სტუმრებს შორის ახალგაზრდა პოეტები და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. ახალგაზრდა პოეტის ლექსების კრებული ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცა. ამაგიდაზე დგას 5 საკმაოდ ამაღელვებელი, საკმაოდ პატრიოტიზმისა და სიყვარულით გამსჭოლი და გაჟღენთილი ლექსებით არის მოწვეული ეს წიგნი და ყველას ურჩევდი შეიძინონ, გაეცნონ ამ ძალიან ლამაზი ადამიანის შემოქმედებას და ჩემთვის უდიდესი პატივი იყო დღეს მისი ლექსების უშუალო წაკითხვა. პრეზენტაცია ნახევრად საქველმოქმედო ხასიათის მატარებელია. შემოსული თანხა ჯაბა ბოჭკუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. გადაეცემა ქალბატონ მანანას, ჯაბას დედას და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი აქციები კიდევ განმეორდება. მის სტუდენტური სახე 2013 გახდა კავკასიის უნივერსიტეტის